წამება და არასათანადო მოპყრობა, ძალის უკანონო გამოყენება, თვითნებური დაკავება და უსამართლო სასამართლო პროცესები. საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International ადამიანის უფლებათა ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. ანგარიში 2025 წლის განმავლობაში მსოფლიოს 154 ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობას ეხება. საქართველოსთან დაკავშირებით ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს რეპრესიულ კანონმდებლობასა და საჯარო სამსახურებიდან იმ თანამშრომლების გათავისუფლებაზე, რომლებმაც ოცნების ანტიევროპული გადაწყვეტილება დაგმეს. ანგარიში ასევე საუბარია პოლიციელთა მხრიდან 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებისას დაკავებულთა სასტიკ მოპყრობასა და სხვა უფლებადარღვევებზე. უფლებადამცველები, არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია მუდმივი დევნის წინაშე აღმოჩნდა. მათ შორის მათ გაუყინეს აქტივები, იყოს ზეწოლა მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან. აქციების ქალი მონაწილეები გახდნენ გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლები. პარტიამ გამოიყენა თავისი პოლიტიკური გავლენა კონტროლის გასამყარებლად და სამართალდამცავი ორგანოები, სასამართლო სისტემა და ზედამხედველობის უწყებები პოლიტიკური შურისძიების იარაღად აქცია. წმენდა გავრცელდა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტზე, რასაც მოჰყვა იმ საჯარო მოხელეებისა და ოფიციალური პირების მასობრივი რომლებიც პროტესტს მხარს უჭერდნენ. ამას მოჰყვა კანონების ახალი ყოვლის მომცველი პაკეტი, რომელმაც კიდევ უფრო შეზღუდა მშვიდობიანი შეკრების უფლება. ნიღბიანი ოფიცრები სისტემატურად სცემდნენ დაკავებულებს როგორც აყვანისას, ისე პატიმრობის დროს. სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი დაუდგენელი პირები პოლიციის ხელშეწყობით აშინებდნენ და თავს ესხმოდნენ მომიტინგეებსა და ჟურნალისტებს. მათ შორის ეს ხდებოდა მათ სახლებთან და სამუშაო ადგილებთან. დეკემბერში ხელისუფლებამ დაიწყო გამოძიება BBC-ს ბრალდებებზე, რომ მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭალში გამოყენებულიყო აკრძალული ტოქსიკური ქიმიკატები. ბრალდებებზე რეაგირების ნაცვლად გამოძიება ცდილობდა იმ ექსპერტებისა და მოწმეების დაშინებას, რომლებმაც BBC-ს ანგარიშისთვის მტკიცებულებები წარდგინეს. Amnesty International-ის ანგარიში კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეებიც არის შეფასებული, მათ შორის მზია ამაღლობელის, ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილის, საბა ჯიქიას და სხვების. ცნობილი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმში გამართულ აქციაზე ორჯერ დააკავეს, თავდაპირველად მხოლოდ საპროტესტო სტიკერის გაკვრის გამო. გათავისუფლების შემდეგ იგი ხელახლა დააკავეს სისხლის სამართლის ბრალდებით ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნის გამო. მას უარი ეთქვა გირაოს შეფარდებაზე და 5 აგვისტოს მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. პატიმრობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. 19 წლის საბა ჯიქიას ივლისში 4 წელზე მეტით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა აქციაზე პოლიციელისთვის ფეხის დარტყმის ბრალდებით. პროცესმა გააჩინა კითხვები სამართლიან სასამართლოსთან დაკავშირებით. სექტემბერში უსამართლო სასამართლო პროცესის შემდეგ 19 მომიტინგე, მათ შორის მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე 2.5 წლით დააპატიმრეს. მათ მსჯავრი დაედოთ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით 2024 წლის ბოლოს პროევროპულ აქციებზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის. ივნისიდან ნოემბრამდე 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თვითნებურად დააკავეს და დააპატიმრეს, მას შემდეგ რაც მათ უარი თქვეს საპარლამენტო კომისიასთან თანამშრომლობაზე, რომლის ლეგიტიმურობა და მიუკერძოებლობა საყოველთაო ეჭვქვეშ იყო. წლის ბოლოს ისინი კვლავ პატიმრობაში რჩებოდნენ. ანგარიში ასევე ნათქვამია, რომ პოლიციის ძალადობა გამწვავდა 4 ოქტომბრის პროტესტის შემდეგ, როცა ზოგიერთმა მონაწილემ პრეზიდენტის რეზიდენციაში შეჭრა სცადა. ორგანიზაციის თანახმად საპასუხოდ სპეცდანიშნულების რაზმებმა მილიტარიზებული რეიდები ჩაატარეს, გადამეტებული ძალა გამოიყენეს და 60-ზე მეტი მომიტინგე საკუთარ სახლებში დააკავეს. ანგარიში ვკითხულობთ, რომ მიუხედავად სასტიკი მოპყრობის შესახებ გავრცელებული ცნობებისა, 2025 წლის ბოლომდე არც ერთი პოლიციელი თუ პროსამთავრობო თავდამსხმელი პასუხისგებაში არ მიცემულა.